ყველას ალბათ გეცნობათ ეს დეტალი. დამცავი, ხუფები, ობიექტივის და ოკულარის, რომელიც როგორც წესი ხოლმე იაფასიან ბიუჯეტურ ოპტიკას მოყვება. ეხლა თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ამას არასდროს არ ვიყენებ ხოლმე, იმიტომ რომ უბრალოდ მოუხერხებელია, ანუ ესა მოხსნა ხელით, მე სადღაც უნდა შეინახო ჯიბეში, მე ისევ დაუყენო, მაგრამ თუ ტყეში გადაადგილება გიწევს, რენზე გადაადგილება გიწევს, თავის ფუნქციას მაინც ისინი არ ასრულებენ. თუმცა ტრანსპორტირებისას გრძელვადიანი შენახვისთვის კი რა თქმა უნდა გამოდგება. და საბოლოო ჯამში ანუ მე ეს იარაღებს ამ ოპტიკას რო გავყიდი ხოლმე, ანუ ეს რაღაცები დამიგროვდა საკმაოდ ბევრი, ანუ როგორც ერთგვარი მტკიცებულება იმისა, რომ ანუ არაფერში მათი გამოყენება ჩემი მხრიდან არ ხდება, ალბათ ბევრი ვინც ამ ვიდეოს უყურებ დამეთანხმებით, რომ დიდად ამის ესეთი არაპრაქტიკული დეტალი არის, თუმცა საჭირო. და თუნდაც იმ შემთხვევაში რომ ვლაპარაკობდეთ ანუ ბიუჯეტური იაფასიან ოპტიკაზე, ვის უნდა, ანუ თუნდაც ასეთ ოპტიკაზე რომ ლინზები გააფუჭოს, ხო? და რამდენიმე დღის წინ აი ესეთი რაღაცა ვნახე ჩემი ერთი მეგობრის სურათზე და ჩემი მსხვილი მეგობრის სურათზე და დავინტერესდი და ვკითხე ეს რა არის მეთქი, ანუ ეს როგორ დააყენეთ თქო და არაფერი იზოლენტა გადავახვიე მარტო და ნამდვილად ანუ შეხედეთ ასე ვთქვათ რომ ესეთი რაღაცა რო გააკეთეთ, ანუ საჭიროა უბრალოდ აი აქ გადაახვიოთ იზოლენტა და აქ შეხედეთ არსად არ წავა. კი ახლა შეიძლება დიდუკუცემიანი არაღზე ეს მაინც არ გამოდგეს, მაგრამ რა მცირე კალიბრიანი არაღზე, რავი, აი ესეთი იზოლენტის იზოლენტით მოდიფიკაცია შეიძლება რავი იყოს საინტერესო. მე ჩავთვალე რომ რავი, ანუ ეს გენიალურია უბრალოდ და აქამდე სიმართლე გითხრათ რავი, ანუ რამდენი წელია უკვე ვისვრი, ესეთი არაფერი არსად არ მინახია, რავი, იმედია რამეში გამოგადგებათ.